მოვისმენთ ლუკა ელდარ კურტანიძის ყოფილი ცოლის და მისი ორი შვილის დედის უმწიფელ საუბარს. ლუკა ბავშვებს სჭირდება შენ და ბავშვს ენატრებ და სიცხე აქვს ბავშვს იჭერს ამაზე ფეთლე ლაპარაკი, მაგრამ ვეცდები ვისაუბრო. ბევრმა ტალახის რომ გამაძიებია თებია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი დღეს ეს დუმილი ამდენ ხნიანი, ამდენ წლიანი დაარღვიე და გადაწყვიტა, რომ აქ მოსულიყავი და ნენდობი და მოვიდა. ის ქალბატონის გამირეკა და ვინც მუხრა და ბავშვების სახლიდან გაყრიდანაც. იცი ვინ იყო? კი, დიახ, როგორ არ ვიცი. შეგიძლია გითხრა, რომ ბავშვებს სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებაო და ბავშვებს ემუქრებოდა ხოლმე სიცოცხლის მოსპობით. და ჩარცოდა ხანი გავაჩეროთ. ანუ აი ძალიან ცუდად ვარ. ნუ თქვა შემეკრა. ნახა რომ იყო გადაჭრილი დენი. და ეს დენი, დიახ, ეს დენი იყო გადაჭრილი წყალთან. სარკეში და ეტყვი რომ ქეთი შენ არსებობ და მე შენ ხედავ. მე შენ გაღიარებ და ხედავ და შენთან ვარ. ისიბეტებ და მე იქ წარმოდგენა არ მქონდა იმ ეზოში, სად იყო ეს. ხათუნამ შენს შვილებს გადმოუფორმა რაღაც ქონება, ხო? კი. ბავშვები არიან სოციალურად დაუცველი სტატუსით. დიახ. მომეცი აქვე პირობა, რომ ქეთი ყველა შვილს შენ დააყენებ, ეს გახლავთ ხმა, რომელიც ამ ხელს მოძალადეს და ხმა, რომელიც ეუბნება შვილებს. და ჩაგეხუთა. არ შევიძლია. მე დავრჩი, რომ თქვენ აღარ დაგჭირდეთ ბრძოლა. თუ დათანხმდებით სხვების როლს, გახდი შენი ცხოვრების არქიტექტორიც. კვირას 3 აგვისტოს ექსკლუზიურად პოდკასტისთვის სხვა რეალობა თეკლასთან პირველად დაარღვევს დუმილს ელდარ ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლე ქეთევან ყველაშვილი და ისაუბრებს სულ სხვა რეალობაზე. დაგველოდეთ.